სალამი ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო. არ მინდოდა ახლა დღეს 27 ივნის ჩანიშნულია შეხვედრა ჩვენი პარტიის სოციალისტური ბლოკის კონსერვატიულის სამ საათზე ვაგზლის მოედანთან თბილისში ვაგზლის მოედანთან წინამის რო გამოხვალ მოედანი სადაცაა იქ იქ ჩანიშნულია შეხვედრა ჩვენი შეხვედრა პროსტო ისე იგი უბრალოდ შეხვედრა გაცნობა ერთმანეთის იმიტომ რომ რო წავიწიოთ წინ შემოკარგებო ხუნდა კონდეს ერთმანეთის ტელეფონის ნომრები ტელეფონზე ახლა ყველა ტელეფონი ისმინება მაგრამ მე ჩვენ მაინც უნდა კონდეს ერთმანეთის ტელეფონის ნომერი მე არავის არ მეშინია არაფერს რაც უფრო მისმენენ უკეთესია ჩემდა მაგენის საყვედურს ყოველთვის ლაპარაკობ ხო მე ხო ამიტომ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი მე ყველას გიცნობთ მე ჩამოწელია ყველას გიცნობთ მაგრამ ტელეფონ ზოგის ტელეფონის ნომერი არ მაქვს და ამიტომ ჩავიწეროთ ერთმანეთის ტელეფონის ნომერი და გავიცნოთ კარგად ერთმანეთი და მე ჩამოწერილი მაქვს ახლა ესე იგი 54 ადამიანი 54 ადამიანი რომელიც ამ პარტიის წევრები არის წევრები ხო და კიდე მე ჩვენ ხო ვთქვით რომ სახალხო კონტროლი აგერ ჭაბუკაშვილმა და გია ურაშვილმა მოისმინეთ ალბათ მე მოვისმინე რამოდენიმეჯერ რომ რა ხდება ისე ნარკოტიკებით ყოველ დღე შემოკარგებო ყოველ დღე ხდება 12-14 წლის ბავშვები ხდება ისე ხდება კლავენ სპეციალ კლავს ეს სისტემა კლავს ამ იმასა ქვია ბავშვებს ხო კიდე მოგასმენიებთ ამ ახლა ამეღამ თუ არ გჯერავთ ისე კიდე მოგასმენიებთ ისე იგი ჭაბუკაშვილის ისე იგი დავით ჭაბუკაშვილის არის ხო და რესპონდენტი არის გია ურაშვილი ო წამყვანი ჭაბუკაშვილი არის დავით ჭაბუკაშვილი ხო და ლაპარაკობენ აგენ ისე რა ხდება როგორ ეს სისტემა ეს პოლიციის იგირა ისე დაყოფილი აქვენ გეგმა აქვენ სპეციალ შედგენი ვინ უნდა იქნას აქვია ვინ უნდა მოიტანოს ნარკოტიკი დადებული რომ არის სხვადასხვა ლოკაციებზე არის დადებულია ხო და წავა ისე იგი ბავშვები ახალგაზრდა მოიტანს იმას და მე სტაცებენ ხელს და გააქარებენ და იმაში რა ქვია დაიჭერენ ხო და ასე იმაშობენ ასე გაანარკომანა ამ სისტემამ ძალიან ბევრი ახალგაზრდები ისინი ლაპარაკობენ რომ 9 წლის გოგონებიო დაშე 9 წლის გოგონებიო ისე იგი ისე აქვენო დაზომბირებული ვით არიან რომ ისე ჩემიაო ეს ნარკოტიკი სადმე ავიღო ჩემიაო მე ვხმარობ ისე ამას ლაპარაკობ ხო ეხლა სია მე წავიკითხე ადრე წავიკითხე ისე ჩება ისე ასე მიყვება პირველი თეიმურას პატარაია მეორე ბიზინა ივანიშვილი მესამე ბერა ივანიშვილი მეოთხე გულბაჩხელი მიყვება როგორც იყო როგორც გამოვაცხადე მაშინ ახლა აღარ ვაცხადებ ამას ხო და ცოტა გადაჯგუფება მოხდა ახლა რაში მოხდა გადაჯგუფება მე მქონდა ყავდა აქ სახალხო კონტროლის წარმომადგენლები ისე იგი ამას დავასახელებ ვინ მყავდა ისე იგი დავით ნემსაძე რამაზ ღვალაძე ერმილე ნემსაძე რამაზ გაგნიძე შალვა მაღრაძე დემური გიორხელიძე ჯონი ფირცხალაიშვილი თენგო ომანიძე დავით გირგულიანი გრიშა ონიანი სპირიდონ სკიფურიშვილი მყავდა და დიდო ჩუბინიძე და გია ყურაშვილი არა და გია ყურაშვილი ახლა მაშინ დავწერე მაშინ ჩავწერე მე სიაში რომ დიდო ჩუბინიძე ამბობს დიდო ჩუბინიძე ძალიან განათლებული პიროვნება ისტორიის საუკეთესო მცოდნე საქართველოში საუკეთესო მცოდნე პროფესორია ხო და საზოგადო მოღვაწე და ყველაფერი სიკეთე თუ რამე აქვს ადამიანს ისე იგი იმაში მაგის იმაში არის რა ქვია მაგის ფენომენია მაგარი
ძალიან სასიამოვნო შეხედულობის, სასიამოვნო აღნაგობის ადამიანია. ნამდვილი საპრეზიდენტო და ის ამბობს, რომ მე არ მინდა ორსეთება, ეს პარტია კი არ არის, ეს არის საერთო სახალხო მოძრაობის მიერ შედგენილი სახალხო კონტროლი, რომელსაც უფლება ექნება დავთახდება ამიზამ დავთახდება და სხვანაირ ზომებს მივიღებ და მე უფრო გავიზდებით, უფრო გამრავლდებით, ხო და ისე იგი ახლა უყურე ბატონ ბიზია დიტო ჩუბინიძე ამ იმაში სახალხო კონტროლში თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა ჩემო კარგო. რატომ იცი თქვენ ბევრი რაიმე იცით. ალბათ საქართველოში გამომძიებელიც არ იქნება ისეთი ვინმე მე გადარებ შერლოკ ჰოლმს შენ ბიზია ხო და ამიტომ შენი ყოფნა აქ აუცილებელია წაადგება საქმეს წაადგება და ქართველი ბავშვები არის გადასარჩენი ჩემო კი იცით თქვენ რა ხდება ხო და ამიტომ ახლა შემცვალე ცოტა როგორ შემცვალე უყურე დიტო ჩუბინიძე რამაზ ღვალაძე გია ურაშვილი რომელსაც შვილი მოუკვდათ 22 წლის ბიჭი ნარკომანის იმით აქვია მაგან რას ამბობენ ახლა ეგენი თუ არ უნდა რატომ მოწიაო რა შვაშია ასეთი ლაპარაკი რომ შეაჩვიეს ეს მიზეზი საიდან წარმოიშვა ეს ნარკომა საიდან წარმოიშვა ეს ბავშვი ახალგაზრდა როგორ გახდა ნარკომანი ეს მიზეზი უნდა ვეძებოთ ჩვენ რა თქვა სპირდონ იმან ცკიფურიშვილმა ყველაფერი მიზეზია საძებარი და არა იგი რა ქვია შემდეგ რაც ხდება ხო ამიტომ უყურე დიტო ჩუბინიძე პირველი მეორე რამაზ ღვალაძე მესამე გია ყურაშვილი მეოთხე დავით ჭაბუკაშვილი მეხუთე შალვა მაღრაძე მეექვსე დემური გიორხელიძე მეშვიდე გიგლა გობეჩია პროფესორი ადამიანია იმის დიტო ჩუბინიძეს ნაცნობია კარგად ერთად იმაშობიანი ერთ-ერთი სისტემაში არის მაგრამ თენგო ომანიძე დავით გირგვლიანი ემზარ კვიციანი სპირდონ სკიფურიშვილი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11 გამოდის 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ადამიანი გამოდის ხო და აუცილებლად ჩვენ რო შევალთ პარლამენტში არა ეგენი ჩამოვიყვანოთ უნდა ეს დავით ნემსაძე და ერმილე ნემსაძე ნამეტარი იმათ კარგად იმას ამბოლოს ადრე იცოდა პატარა გინება მაგრამ ახლა გამოსწორდა და მე ახლა რო ვაკვირდები არა ძალიან სერიოზულად და იმათ თუ ვინმე არ ბოდიში და არ შეუჩხიკინა რა ხო იცი ენა რომ აქვენ ზოგს მწარე ენა დამპალი ენა რომ აქვენ ზოგიერთს რომ არიან ახლა იგენი რა ქვია მაყურებლებია თუ რა ვიცი რა შეძახიან მაგას ხო და ერმილე ნემსაძე ძალიან სერიოზულად და კარგად ლაპარაკობს ამიტომ ერმილე აუცილებლად ჩამოვა ხო და დავით ნემსაძე არ ვიცი თუ არ ჩამოვა უნდა ჩამოვიყვანოთ ჩვენ უნდა მივცეთ უფლება კიდე რო შევალთ პარლამენტში ბევრი ის დოკვაძე რო არის პატიმარი ირაკლი დოკვაძე ისიც უნდა გავათავისუფლოთ გულბათ სხილაძეს უნდა მაგას ვინ კითხავს ვინ არიან მაგენი ვინა ყობახიძე ერთი გამე არა ლეგიტიმური პარლამენტის დანიშნულია ხო და ამიტომ შემოკარგებო ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ვერ გაწევენ მაგან წინააღმდეგობა და მთელი ხალხი მთელი საქართველო გაიგებს ამას ხო და ახლა უყურეთ ამათ უნდა გადაეცეს ბიზინა ივანიშვილო ძმაო ჩემო ძმაო უნდა გადასცეთ ამ ხალხს უნდა გადასცეთ სპეციალური მანქანების რომელ ტყვია გაუმტარი და რაღაც სპეციალური მე არ ვიცი ახლა ამდენი არ გამეგება ამდენი მე ვიცი ისტორია და პოლიტიკა ვიცი და საზოგადო ცოდნობა ვიცი ამის დამთავრებული მაქვს
დამთავრებული მაქვს, წითელი დიპლომი მაქვს. ისე რა საგნები ისწავლებოდა. ისე იგი ფიზკულტურა ხო არის? 5. შემდეგ ხაზვა, რომელსაც ასწავლიან არქიტექტორი და ირ გამოდის, ისე იგი იმ იმაში და ქვია, იმ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან. შემდეგ საზოგადო ცოდნეობა. ისე ეს რა არის? ობშესტვა ბედენია რუსულად. ისე იგი ეს არის ისე კაგრას, ეს არის ისტორია და ეს საზოგადოებები რომ არის საკენ ხო და ამაზია კაგრას იგი. და შემდეგ კიდე მასალა ცოდნეობა, არქიტექტორი რომაა და იმას რომ რას აკეთებს იგი. მასალა ხომ და იცოდეს ის განკეთება და სპეც ტექნოლოგია. ამაში მაქვს ყველაში 5, მაქვს წითელი დიპლომი. ხო, იგი შემეკამათა ვიღაცამ შენო იგივე რა ქვია მეუთხარი შენი სტანები და შენზე ორჯერ უკეთესები და კაი ბიჭებიც პასობნიკად მყავდა მეთქი. დირექტორი ჩვენი იგის რა ქვია, სადაც მე მუშაობდი არა, ბრიგადირად არა, ჩვენი დირექტორი და თავარი ინჟინერი ერთი კვირა მეხმარებოდა პასობნიკად. მე საქმეს რო ვაკეთებდი. დირექტორი და თავარი ინჟინერი. ხო და იმიტომ რომ კიდე არ არის ახლა ყველაფერი სალაპარაკო არ არის. როგორც არ იჭმევა ყველაფერი, ისე არ ითქმევა ყველაფერი. ხო და ბოლოს მოვაკეტინე. რუსებზე ახლა რა თქვა იმანდ? არის ერთი ფაშისტი მოლარე არის ლანჩხუთში, რკინიგზის სადგურში. ხო და ჩერქეზია გვარად, ჩერქეზები არიან მაგენ. ხო და იგივე რუსებიო არისო, შოვინისტებიო. იბაშიო რა მავზოლეუმი რომ არისო, ლენინის მავზოლეუმი რომ არისო, იქო ისე მანდამაიცო რუსი უნდა იყოსო, ისე თეთრთმიანი უნდა იყოსო და რაღაცა ესე ასეთი შოვინისტური გამოთქმები ასეთი. ახლა მე და ხალხი უყურებდა იქინე. ხო ლაპარაკობ შენ შოვინისტი არის ეს მე ვთქვი, შოვინიზმია ეს არა. აბა მე ვთქვი, თამარ მეფეს ვინ იცავდა მეთქი. არის ის არცეთ მარცოდა. მე ვთქვი, სვანები იცავდა თამარ მეფეს, სხვას არენდობოდა მეთქი. როგორც იგენი არენდობოდა ის ლენინის მავზოლეუმში რომ იყო, იქ რა ქვია, ხო, ის ხალხი, როგორც არენდობოდა სხვა ეროვნებებს, ისე არენდობოდა თამარ მეფე ქართველები, მინა ნახევარზე მეტი ებრაელებია. არენდობოდა ამას და სვანები ყავდა დაცვაში. ხო და მე ვთქვი, მაშინ თამარ მეფეც შოვინისტი ყოფილა მეთქი. ხო და მოკეტენ ხელა. მე ვინ რას მომატყულებს და დამეჯდეს, ვინც უნდა იმას საზიზღარს იმას გავხდის, ბოდიში და იმას ვიზამ რა ქვია. დავანგრევ პოლიტიკურად. ვინ რა უნდა მასწავლოს ამ ქაჯებმა, მართლა ქაჯებმა. ხო და მოკეტა ყველა ხო მოგიგი ერთი მეთქი. მე კიდე სხვა რამე შევეკითხე, ის ქიცოდნია, ესე იგი სულ უტვინო არა, სწავლა აქვს მიღებული. მაგრამ მისი რომ აქვს სოფხედველობა რომ აქვს, შოვინისტური და იგი თვითონ აქვს ფაშისტური. ხო და ასეთი რამე ეხლა გადანაცვლება მოხდა რაში უყურეთ, აქ ის ყავდა რა ქვია, ნათია ცანავას მაგივრად დავით თარხან-მოურავი შემოვიდა. დავით თარხან-მოურავი. ხო და ფატიბრულაშვილი აქ ყავდა, მაგრამ მე ცოტა ქვევით ჩამოვაჩინე, მე-6-ზე ინაშვილია, ირმა ინაშვილი. და მე მიყვება გოჩა სურმანიძე, ვალერი კვარაცხელია. მე ნანა ალთინოკი და მიყვება ასე და აქ ახლა კიდე რა შეიცვალა. ციცაძე მერაბი ახლა მოგურე სპიდონსკი ბურიშვილი გადავიყვანეს სახალხო კონტროლში. იმიტომ რომ იქ აუცილებლად ახლა რატომ არის სპიდონსკი ბურიშვილი და იგი რა ქვია შალვა მაღრაძე არის
მე რასაც ვაყურებ ამ საქართველოში რა ყველაზე მეტად ქრისტიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი ადამიანია შალვა მაღრაძე ამიტომ შალვა მაღრაძემ და სპირიდონ სქიპურიშვილმა უნდა გამოცხადდეს ჩემოკარგებო ქრისტიანობა მართლმადიდებლური ქრისტიანობა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს მაგრამ სახელმწიფოზე ზევით კი არ უნდა იდგას გამოცხადდეს უნდა სახელმწიფო რელიგიად მაგრამ თავრობა უნდა აკონტროლებს და არა მთავრობას აკონტროლებდეს საპატრიარქო ესე არ შეიძლება ამიტომ გამოცხადდეს უნდა ისე იგი რა ქვია მართლმადიდებლური ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ხოდა ისა ქვია ისლამიც არის აგე ჩვენი აჭარელი ძმები რომა ხო მუსულმანებიც არიან მაგრამ იმათ თავისი სალოცავი იგენს კი არ უნდა იგენის უფლებები კი არ უნდა შეილახოს ხოდა რომ არის ნამდვილი იგენის მე საზმუნოებას ისე ვთვლი ისე იგი ნამდვილად მე დიდად ბევრი არ გამეგება ეს მაგრამ მე ვთვლი ისე იგი ქრისტიანობა საერთოდ მართლმადიდებლური და კათოლიკური მაგრამ კათოლიკები სომხები არიან ხო და ისე მართლმადიდებლური ქრისტიანობა შემდეგ ისლამი და ბუდიზმი და იუდაიზმი ეს ოთხი მას თვლი მე ისე იგი ნამდვილ რელიგიად ხო დანარჩენები ეს სექტები რომაა ჩემოკარგებო სექტები რომაა ეს ხო და ტაკობენ პირდაპირ ტაკობენ ხალხს აბა იგი თუ ბიბლიის სწავლება უფასოთო ვითომ ფასი უნდა იხდიდნენ ხალხი ბიბლიის სწავლაში ხო და ეს საზიზღარი სექტები ეს სააკაშვილის და სოროსის იგია სექტები ეს უნდა ალაგმოს უნდა აგენმა სპირიდონ სქიპურიშვილმა და იმან შალვა მაღრაძემ ორივე უაღრესად მართლმადიდებლური ქრისტიანია სპირიდონ სქიპურიშვილი და შალვა მაღრაძე კიდევ ეყოლება რომ მივლენ ახლა რომ დაიწყება ამ სექტების ისე დაშლა პირდაპირ ვიტყვი დაშლა და გამოყრა და პოლიციის გენ მისვლა ხო და აგრძალვა ამის ახლა კიდე უნდა თქვა მაშინაც თქვი წინა ვიდეოში რომ ამ სახალხო კონტროლს სტალინის დროს იყო ასეთი ჯუგა იყო ასეთი გენერალ ლეიტენანტი ჯუგა იყო ჯუგა და ჯუღა ერთდაგია რომელსაც ყველგან შეძლო შესვლა ყველა დაწესებულებაში სამინისტროში ყველგან შეძლო და ყველა ადამიანის ვინც საჭირო იყო მისი დაპატიმრება ასეთი უნდა დაშეს ეს სახალხო კონტროლი ამიტომ უნდა ყავდეთ მათ ისე იგი ბრონიროვანი რო იტყვიან ისე იგი მანქანები უნდა ყავდნენ თქვია გაუმტარი მანქანები უნდა ყავდნენ ხო და ეს ძალიან სარისკო საქმეა მით უმეტეს საქართველოში უნდა მოხდეს ისე იგი ზოგი ადამიანების ისე იგი ქონების ჩამორთმოვა ისე იგი და გადაცემა მთავრობის იმაში და არა პირადად მითვისება ამ ქონების აგერ იგი ზო არის თამაზ გელაშვილსო 10 მილიონი მოპარა იმან რა ქვია ნაციონალებმა წაართვა პირდაპირ ნაგლად ისე ყაჩაღურად წაართვა იმას ხომ და დაუბრუნდეს იგი ხო და იმას რომ დაუბრუნდება ის 5 მილიონი 10 მილიონზეა ლაპარაკი 5 მილიონი ჩაირიცხება სახელმწიფოს როგორც წილი ისე 50 რომ მიიღებს ის რომ შედგება სასამართლო და მიიღებს ისე იგი ვინც უნდა მისცეს 10 მილიონს 5 მილიონი 50% ჩაირიცხება სახელმწიფო იმაში რა ქვია ბანკში სახელმწიფო ბანკში მე კი არ იმაშობია კი არ ვიტაცებ ზოგიერთი სააკაშვილი ვიდა იმასავით მე თავრობას და იმას სახელმწიფოს იმაშობია ამ 50% ვართმევ ყველას აგერ ყობახიძის მამა რომა იმას რამხელა ბიზნესები აქვს იცი თუ ამაზე დაჯერდა კიდო ხალხი ამ ჩემს სიტყვაზე კმაყოფილი იყავით კიდო 50% ყველა ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს ხო ყველა ბანკები რომა ეს ხაზარაძის ბანკი ეს მევახშის ბანკი რომა ამან საიდან იქნა ბანკი საიდან შექმნა ბანკი ხალხის ანაბრები რომ იყო შემნახველსაროში იქიდან ხო და ამიტომ ჩამოერთმევა ყველას
50%. ისე იგი თუ აქვენ მაგალითად 10 მილიონზე მე ვთქვი ახლა ისე იგი ჯერ 2 მილიონი ვთქვი და მე 10 მილიონზე გადავედი ისე 10 მილიონზე მეტი ახლა ამხელა ბანკი რომ აქვს იგი 10 მილიონზე შეფასდება თუ მილიარდზე შეფასდება იმის 50% ჩამოყაჭავს გაიგე ჩამოყაჭავს თავრობის სახელმწიფოს სასარგებლოდ მე არ მინდა მე არაფერს მე ჩემი ბიზნესი მაქვს პატარა იქანე რაღაცა ჩემი ბიზნესი მაქვს იმას მე არკას არ მივცემ იმიტომ რომ ეს არის ყაშაღური ბიზნესი კი არა ჩემ მე რასაც ვაკეთებ ეს არის სუფთა ბიზნესი რეკლამების ზემისი ხო და ასე მოხდება ეს ვისაც არ მოხდა წადი და გვიჩივლე დამწვარ აფთიაქში ამას ქართველი ხალხის სახელით გელაპარაკებით ყველას ქართველი ხალხის სახელით აგერა დიტო ჩუბინიძე მომავალი პრეზიდენტი მე ამ პრეზიდენტს აცნობილობ პრეზიდენტად ამ თურქეთში რო ჩავიდა დიდგორობა დღეს რა ქნა ადამიანმა რა ქნა შეგვარცხვინა ქართველიერი მთელი ქართველიერი შეგვარცხვინა ასე დაწანწალობს კიდო ყობახიძე ხან იმაში ხან ჩინელებთან მიდის მე გადააგდებს იმ ჩინელებს და ახლა რა თქვა მან ისე იგი ჯერ ადრე ლაპარაკობდა რომ ჩინეთმა უნდა აშენოს რა ქვია ეს პორტი ანაკლის პორტი შემდეგ გამოვიდა ერთი ხმა და ზოგიერთმა ბლოგერებმა გადმოსცა მაგალითად ტრისტან წითელაშვილი რომ თავრობა თანახმა არისო და ტრისტან წითელაშვილი ხანდისხან აიჟღერებს თავრობის იმას რაღაცა კავშირი აქვს მაგას თავრობასთან ხო და აიჟღერებს რაღაცა ხო და მაშინ თქვენ რომ ჩვენ კიდო აეროპორტი ხომ თურქებისა თუ არ ვიცი თბილისის ხო კიდე უნდა ავაშენოთ ცალკე აეროპორტი რომ კონკურენცია გაუწიოს ამასო ხო და თვითონ რომ იქნასო რა ქვია ესო თვითონ რომ გაკონტროლდება რომ კონკურენციას გაუწევს გაკონტროლდება წავა მისით ხო და ასეთი რამეები და ისო მაშინ თქვენ რომ ანაკლის სპორტსო ჩვენ ავაშენებთო ახლა ბატონ ბიზინა ივანიშვილს თუ არ ვიცი ვის თუ ბატონ ყობახიძეს მოუნდა ისე იგი 50%-ის მოტეხვა ხო და ვითომ ამერიკა აშენებს თქვენი მოსატყუებელი კვირი რა ხანია მოიცვალე რა უნდა მომატყუიო მომატყეს გუშინდელმა ბავშვმა რა უნდა მომატყულოთ მე 80 წლის კაცს ამიტომ გეუბნებით რომ არ გაგივათ ეს იმას აშენებს საქართველო აშენებს ხო და ყველა 100% იქნება საქართველოს ქართველი ხალხის და ქართველი სახელმწიფოს იქნება ქართული სახელმწიფოს იქნება 100% არ გვინდა ჩვენ არავით არის ამერიკის აშენებული რომ იქეთ ახლა მოიფიქრეთ რომ ის 50% თქვენ გინდათ ჯიბეში ჩაიდოთ ყობახიძე და კიდე ვინც არის ერთი ბანდა იქ ხო და ამიტომ ეს ასე უნდა მოხდეს თუ არ წამოყვებით ამ ჩემს ნათქვამზე ამ სახალხო კონტროლის შექმნაზე და ვაი თქვენს ტყავს მაშინ იგი აგორდება ეს იმფერი ტალღა საპროტესტო ტალღა აგორდება რომ გაგსწრისავს ყველას ამიტომ მე არ მინდა არ ვარ მე სადისტი და არ ვარ მე ისეთი რომ კატაკლიზმა მოხდეს და კიდე დაბრუნდეს საქართველოს 90-იან წლებში არ მინდა ეს მინდა შეთანხმებით ხო და ხავერდოვანად ისე ეს იქნება ხავერდოვანი რევოლუცია ჩეხოსლოვაკიაში მოხდა ასე ხავერდოვანი დაიშალა ისე იგი ხო ჩეხოსლოვაკია იყო დაიშალა ისე სლოვაკეთად და ჩეხეთად ხავერდო არ ყოფილა იქნე ერთი კაცი არ მომკვდარა არც რამე არ ყოფილა ხო არც შედაგებები ყოფილა არც კამათი ყოფილა ისე მისით ისე დაიშალა ხავერდოვანად ასე უნდა მოხდეს ჩვენთანაც ხო და ზილდაში ეს მინდოდა ეთქვა და კიდე ახლა იმაში რა ქვია კანდიდატებში შემოკარგებო დაემატა სად ვიყავი ბოლოს ისე მამუგა ჩხიკვაძე რო იყო არა ავთანდილ რობაქიძე და მამუგა ჩხიკვაძე 253 მერე ჩაიწერა თემური შავაძე ძალიან კარგი პიროვნება ძალიან აი მე რო ვარ ასეთია ის ისტორია ჩემსავით არის და მაგრამ მე როგორც მიყვარს შრომა მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიარული ასეთი ადამიანია ხო შემდეგ
მიშო თათარაიძე მომღერალია მიშო თათარაიძე მომღერალი ესეც შევიყვანესი ხო და ნათია ცანავამ გადმოინაცვლა აქეთ აქ თითქმის ბოლო ადგილზე კია მაგრამ აქედან შეიძლება უსფათ ახტეს ძევით მე რამდენჯერ ვთქვი ახლა აგერ ხედა ვიღაც შემოვიყვანე ერთი ადამიანი სრაზუ დავაწინაურე ეგერ იმიტომ რომ წესიერია და მომწონს ასეთი ადამიანი ხო შემდეგ ნათია ცანავა აქ გადმოვიდა იქ მისი ადგილი სხვამ დაიკავა ხო დათა ქარჩავა მომღერალი უმაა და ნანა პატარაია ეს ჩემი ნანა პატარაია ვიღაცა სხვა არის ხო და ანუკა ქურიძე ეს დაემატა ეს ხალხი დაემატა ხო და სხვა ვინც იყო ვინც გამოვაცხადე მაშინ ყველა არის ხო დაემატა ეს ხალხი აყურე თემური შავაძე მიშო თათარაიძე აქ ვიღაცა მქონდა კიდევ ხო ნათია ცანავა ნათია ცანავა ჩამოინაცვლა დაბლა დათა ქარჩავა ნანა პატარაია და ანუკა ქურიძე ხო დანარჩენები ქე გამოვაცხადე ყველა ასე და ამრიგად ისე იგი ახლა ხვალე წამოვალ მე წამოყვები მარშრუტკას და თუ რაღაცას წამოყვები ტრანსპორტს ხო და მე მიყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული მოძრაობა საერთოდ ხო და ვიქნები თბილისში იქ ხო და 3 საათზე მე ვაგზალში გავჩერდები ვაგზალში იქ მაინტერესებს კიდო ბევრი რამე ვინ ჩამოდის და რა მოაქვენ იქ რა ნარკოტიკების იგი არის ტრიალი და იგი და რა ხდება საქართველოში რო იცოდე თქვენ ახლა იმით დავაკვირდე უნდა იქინე ვინ რას აკეთებს კიდე ხო და მე ისე მანამდე ჩამოვალ კიდო ხო და 3 საათზე ისე იგი ზევით ხომა რაღაცა მოედანი ტაქსები და ეგენი რომ მოდიან და იმის ქვევით რო იგი არის და იქ ქვევით ჩასავალია მგონია მაღაზიები და ეგენია რაღაცა იქ იმ ტერიტორიაზე ვიქნები მე ხო და გიწევთ ყველას ამ პარტიას ვინც არის ისე სოციალისტური ბლოკი კონსერვატიული ჩემო საყვარელო ქართველებო და თუ გინდა არაქართველი იყოს აქ არაქართველიც მყავს ხო და გიწევთ ყველას აბა თქვენ რომ გადავარჩინოთ უნდა ჩემო კარგებო ჩემო საყვარელო ხალხო გადავარჩინოთ უნდა პატარა ბავშვები გადავარჩინოთ უნდა განარგო გუში შემხდა სკოლაში ისა ქვია 4 შვილი ჩამოსწავლობს უნდა 3 სწავლობს ჩემი შვილი ახლა სკოლაში გავაფრთხილე იქ არის ერთი ტიპი არის გავაფრთხილე ახლა ვინაა იქინე იგი რა ქვია ასუდახიან იმას რომ არის გადამავიწყდა ერთი გოგო არის პატარა სუსტია დადის ესე რომ ბლატაობს ზოგიერთი ისე დაიკიდა ტელეფონი დადის რა გვარია იცით რა გვარია ხვიჩია ვინა ნარკომანი რომა ხვიჩია ნარკომანების პარტია რომა მეგრელიშვილი და ხვიჩია ხო და კიდე ვინა ადრე ვიყავი ადრე თვითონ იყო მარტო ახლა მე შემდეგ დაემატა ვიღაცა რომ არატეხო შხუბიო და მე შყერვე შხუბები არავის ასო კომუნისტების საბჭოთა კავშირის ყველა მშობელს შეძლო დასწრებო და გაკვეთილს რომ მიმდინარეობს გაკვეთილი დასწრებო და ასე წესი იყო ხო და მე უთხარი მე უნდა დავესწრო ჩემი შვილების იმას ვინ ასწავლის და რას ასწავლის და არა არ დამანებეს ხო და მე კიდევ ვიღაცა წამომეჭიმა სესიაშვილი ალბათ სესიაშვილი რომა პარლამენტში იმის მე რას ვინ რა უნდა მომატყულოს შერლოკ ჰოლმსის წიგნი რომა თაგვადას ალბათ 5-6 ჯერ მექნება წანაკითხავ რა უნდა გამომაპაროს ვინმე ხო და ის გოგო ის ხვიჩია იმ ხვიჩას რაღაცა არის რაღაცა იმის დასწმულია იქ ის სესიაშვილი კიდო იმ სესიაშვილის დასწმულია იგი გოგოს წადით რა თქვენი მოსატყუებელი კბილი რახანია მოიცვალეთ მე უთხარი მაგ ჩემ ბავშვს რომ რამე დაემართო ჩემ შვილში პირადად შენ აგე პატისმეთი პასუხსმეთი ბიჭი იყო ერთი დღეს შეხვდა კაკრას ხო და ასე უნდა გადავარჩინოთ შემოკარგებო და სკოლებშიც შემძვრალი არიან უკვე სკოლებშიც შემძვრალი არიან საჭმელები რომ მკეთდება იქნე ბულკები იმაში ურავენ ნარკოტიკებს ურავენ ხო და ის გაკონტროლდეს უნდა ის საჭმელი ყველაფერი ბავშვს რომ აძლევენ საჭმელს
იმას ურავენ იქ ნარკოტიკებს და რაღაცებს. ჩემი მითაქია, ჩემი გამოცდილებით ვატყობ. ხო. ხო და ასე და ამრიგად გიწევთ 3 საათზე 27 იმის გაცნობითი შეხვედრა. მიტინგი შეხვედრა. აქ სიაში ბიზინა ივანიშვილი უნდა მობრძანდეს თვითონ. თორემ ამოვარდება სიიდან. ხო და თუ არ უნდა ჩემთან გაჩერდეს მანქანით იქ. ხო და შევხედავ არის მოსული, გავჩერდები მე. თუ არ უნდა ჩამოსვლა და ხელი ჩამორთმევა, თუ არ უნდა ჩემთვის, მაშინ მოვიდეს და გაჩერდეს იქინე მანქანით. ხო და სხვა კი დავასახელე ყველა. კარგად ბრძანდებოდეთ ყველას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ ყველას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და ჩემი მფარველი ბუნება ყოფილიყოს და დიდხანს მეცხოვროს მე. კარგად იყავით.